გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების პროცესში მიღწეული პროგრესი და გამოწვევები განიხილეს. სააგენტოს წარმომადგენლებმა გურჯაანის მერს მადლობა გადაუხადეს წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე კოტე ბერიძიშვილი და სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ. წევანდელები სამხედრო სამსახურს გაივლიან თავდაცვის ძალებში მხოლოდ და ეს იქნება 6 თვიანი, 8 თვიანი და 11 თვიანი სამხედრო სამსახური და შესაბამისად მიიღებენ ანაზღაურებას. აღსანიშნავია, რომ წევანდელებს შესაძლებლობა აქვთ არ დაელოდენ შერჩევის პროგრამაში რიგითობის მიხედვით გამოძახებას და თავად დარეგისტრირდნენ ნებაყოფლობით. ამ შემთხვევაში წევანდელების ხელფასი გაიზრდება 30% და მათ თავად შეეძლებათ აირჩიონ სად გაივლიან ტერიტორიულად სამხედრო სამსახურს. უნდა აღინიშნოს, რომ ნებაყოფლობით რეგისტრირებულ წევანდელებს რაოდენობას მზარდი ტენდენცია აქვს, რაც ერთის მხრივ მიუთითებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, ხოლო მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებისათვის.